მესამე სექტორის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, რომელიც სასამართლოების მხრიდან საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. მთავარი მოტივი, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჩევრის მომზადება გადაწყვეტა, რეზონანსული საქმეების სასამართლო განხილვებს და გამოტანილ განჩინებებს უკავშირდება. საკანონმდებლო ხარვეზებს პარლამენტშიც ადასტურებენ. საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესების პერსონალურ მონაცემებს სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. ადმინისტრაციული კოდექსის ეს მუხლი და კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მესამე სექტორისათვის სადავო და კონსტიტუციური სარჩელის მომზადების საფუძველი გახდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წევრების თქმით, მაშინ, როდესაც სასამართლოს შემაჯამებელი აქტებისა თუ სარეზოლუციო ნაწილის გამოთხოვნით მიმართავენ, სასამართლო მათ უარს უცხადებს. მოტივად კი პერსონალური მონაცემების დაცვას ასახელებს. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ ასეთი რეგულირება არაკონსტიტუციურია, რადგან სწორედ უზენაესი კანონით არის დადგენილი, რომ სასამართლოს ხდომა შეიძლება იყოს საჯარო და მათი ვიდეო და აუდიო გადაღებაც ხორციელდება. ჩვენ ვერ ვახერხებთ იმ შემაჯამებელი აქტების მიღებას, რაშიც საბოლოოდ აისახება მართლმსაჯულების პროდუქტი, ანუ რა გადაწყვიტა სასამართლომ, რა არგუმენტაციით გადაწყვიტა და ასე შემდეგ. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების მოწოდებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის გამო. IDFI არ არის ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მათთვის სადავო ნორმებზე საუბრობს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პრობლემას მაშინ წააწყდა, როდესაც მათ სასამართლოს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის მოსამართლეების სახელების გასაჯაროებას თხოვეს. მაშინ სასამართლომ ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზეც უარი თქვა. მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების ჩამონათვალს, ამათ შორის არის სასამართლობაც და კანონის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მესამე პირისთვის გადაცემა თვით ამ პირის წერილობითი თანხმობის გარეშე არის დაუშვებელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება არ ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას. ასეთია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის პოზიცია. თუმცა აპარატში მიაჩნიათ, რომ არსებული კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს და ამ მიმართულებით ცვლილებები უკვე დაანონსეს. სამართლიანი ბალანსი უნდა იყოს დაცული, ისე რომ არც კონკრეტული ინდივიდის უფლებები შეილახოს და საზოგადოების ინტერესიც დაკმაყოფილდეს. შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში პირის თანხმობის გარეშეც მოხდეს სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნება, მაგალითად მაღალი საჯარო ინტერესის შემთხვევაში, თუმცა ეს კანონით უნდა დარეგულირდეს აუცილებლად. არასამთავრობო ორგანიზაციების დაბრკოლებებს კანონმდებლობით ხსნის მმართველი გუნდი. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ამ დაბრკოლებებს თავად სასამართლო ხელისუფლება ქმნის. თუ ვინმე თulis რომ ხელის ხელმისაწვდომობა არის შეზღუდული, რა თქმა უნდა არის სასამართლოს გადასაწყვეტი. ვენდობი და მაქვს სასამართლოს იმედი. სასამართლო თავად ბლოკავს ამ ინფორმაციას, ეს არის ძალიან სამწუხარო, ამგვარი ინტერპრეტაცია ეძლევა კანონებს და სასამართლო უნდა თქვას თავის სიტყვა. ჯერ უცნობია მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს წარმოებაში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი კი ცვლილებათა პაკეტს უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.